კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალმოებებს 4-ზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. სახელმწიფო მინისტრის უფლება-მოსილebები განისაზღვრა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დადგენილება გამოსცა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შექმნილია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის, ხელშეწყობის ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე კონსტიტუციური უფლება-მოსილებების ფარგლებში მთავრობის პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია კომუნიკაციის მიზნით. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ, ტექნიკურ და ორგანიზებულ უზრუნველყოფას და ამ დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო მინისტრის უფლება-მოსილების განხორციელების ხელშეწყობას მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. სამთვიანი მუშაობის შემდეგ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104 გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა მოიცავს რეკომენდაციას, რომლებიც კომისიამ ფასების დასარეგულირებლად შეიმუშავა, მათ შორის საშუალო პერიოდში უნდა მოხდეს ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, გრძელვადიან პერიოდში კი ლოჯისტიკური ეფექტიანობის გაზრდა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ სექტორში დაუშვებელია უხეში ჩარევა, რადგან სხვა ქვეყნის გამოცდილება მაჩვენა, რომ ასეთ შემთხვევაში ფასების კლების ნაცვლად პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. რაც შეეხება მედიკამენტებს, კომისია გასცემს რეკომენდაციას რეფერენტული ფასები 7,000-ის ნაცვლად 11,000 მედიკამენტზე დადგინდეს. საწვავთან დაკავშირებით კომისიის რეკომენდაციაა მოხდეს რეზერვების სწორი მართვა. პირველ ეტაპზე დასკვნა დასამტკიცებლად ბიუროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაიგზავნება. სურათმა აჩვენა ჯაჭვში სელიდან დაწყებული წარმოებლით და იმპორტიორ დისტრიბუტორთან დამთავრებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებული ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა და საბოლოო ჯამში მოხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს, ვიდრე დღეს არის ეს ბაზარს. კომერციული ურთიერთობა გაუგებარია, არის სხვადასხვა ტიპის კომერციული ან მარკეტინგული გადასახადები, რომელიც არის გაუმჭირვალე, გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები და აქ იყო პრობლემა, რომელიც იქმნის დამატებით ხარჯებს. სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ სექტორში გადახდების სტანდარტიზაცია. გავითვალისწინოთ, რომ სექტორი არის ძალიან დიდი. ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდირებული არ არის. აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის რეგიონებისთვის. რაც საბოლოო ჯამში სისტემურად 8-დან 9%-ის შემცირებას განაპირობებს იმ მედიკამენტებზე, რომლებზედაც ეს რეფერენტი გავრცელდა, მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა ფასის და რეკომენდაცია არის, რომ ეს რეფერენტი გადიდგდეს უფრო დიდი რაოდენობის მედიკამენტები მოიცავს და თუ დღეს მოიცავს 7,000, რეკომენდაცია არის, რომ მოიცავს 11,000. საწვავთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, გულშინდელმა შეხედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფასი დამოკიდებულია პლაცის ფასზე, დიდწილად, ასე რომ ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრის ფასზე. მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფასის შემცირება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პლაცის ფასის მოძრაობაზე. ხო, მაგრამ დიდი მიღწევა არის ის, რომ აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ან უმძიმესი კრიზისისა, რომელიც ენერგიის ბაზრებზე არის დღეს, ფასის და ჩვენთან მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე შედარებით აღმოსავლეთ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი არის. ამიტომ აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა რეზერვების სწორი მართვა და რეკომენდაციებიც ამ მიმართულებითაა. არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკა საქართველოში. ეს ისევ მიგვიყვანს მონოპოლისტურ მათ მდგომარეობამდე და ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. ჩემი რეკომენდაცია იქნება თავი შევიკავოთ ამ ეტაპზე და დღეს ამ დასკვნის მიღებისაგან. ეს კანონი არ არის რომ ჩავწეროთ პუნქტებით, ამ პუნქტით ეს გაკეთდეს, ეს არის რეკომენდაცია მთავრობაზე.
მთავრობა მას კიდევ სამინისტროების კუთხით ჩაშლის, ბატონაშოთ ამბზანაროთ თქვენი მოგზავნილი რაღაცები გაუთვალისწინებიათ. ძალიან კარგი თუ გაითვალისწინეს. რეკომენდაციები კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. ძალიან მძიმეა, როცა მონოპოლისტურ ვერტიკალს ისევ აქვს ადგილი, ხო? არის მწარმოებელი, იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, დამზღვევიც, სადაზღვევო კომპანიაც, კლინიკაც. ბოდიშვიხ და რაღაც ხო დამგზავრებები როგორ რჩება ხა ვერტიკალში. კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ ჭირდება ამას დრო რომ გავეცნოთ, დიდი ალბათობით ხარს დაუჭერთ, მაგრამ მას შემდეგ რაც გავეცნობით. ყოველივე ის თუ რაც თქვენი მოსაზრებები არის, აგრიშული დასკვნა ითვალისწინებს სტრატეგიულ მიმართულებებს. ეკლესიის წინააღმდეგ რადიკალების შეტევა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოს თავს უკვე ღიად ესხმის. წმინდა სინოდის მიერ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. პარტიაში ლიდერების განცხადების გამართლებას ცდილობენ. მართლ გუნდში კი უსვამენ ხაზს, რომ გარე ძალებს დამორჩილებული აგენტურა ეკლესიის ავტორიტეტის შერყებას ცდილობს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი მათი პატრონების ინტერესებს მარტივად გაატარებენ. ძალიან მიგვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ეგრეთ წოდებულ არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე. წმინდა სინოდის საქმიანობაში არ ვერევით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის პრეზიდენტი საქართველოსი ყოფილი, მათ შორის არის მთავრობის ერთ-ერთი წევრი უკრაინის, ამიტომ მას ძალიან ბევრი ინფორმაციის წყარო აქვს და უბრალოდ ინფორმაცია აქვს იმაზე, რომ რუსული უშიშროება ცდილობს საკუთარი ხელები აფათუროს სინოდის არჩევნებში. ამაზეა საუბარი. ყოველთვის საქართველოს ეკლესია იყო მის თავდასხმის ობიექტი. მისი და მისი პოლიტიკური ჯგუფის, გულისხმობ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, მათ შორის ეკლესიას, მაგრამ ყველაფერს, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს კულტურასთან, იდენტობასთან და მათ შორის ეკლესიასთანაც. ეკლესია განასახიერებს სწორედ ყველაფერს იმ ქართულს, რაც მემკვიდრეობას, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი საფუძვლები და არის ასევე საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ეკლესიის მხრიდან და სწორედ ეს ამას ემსახურება ეს თავდასხმები, რომ მაქსიმალურად დისკრედიტაცია მოახდინონ ეკლესიის წარმომადგენლების იმისთვის, რომ უფრო მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ამჯერად იყენებენ ესეთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ქვია პატრიარქის შერჩევა, გამორჩევა მეუფეებისგან და ცდილობენ, რომ იმ დროს, როდესაც ეკლესია ყველაზე მოწყვლადია, იმ დროს, როდესაც ეკლესია გადის ესეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, აი ამ დროს, ყველაზე მტკივნეულ დროს შეურაცხონ ეკლესია. ძალიან კარგად იცის მეხუთე კოლონის გამორჩეულმა ლიდერმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა, რომ სწორედ ეკლესია სანამ არის ძლიერი და ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არის მაღალ თამასაზე, რა თქმა უნდა, არანაირი შანსი უცხოურ ძალებს და უცხოურ ჩარევას საქართველოში, რომ ისევ პროქსი ქვეყნად აქციონ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ინტერესი გაატარონ არა აქვს. მის საქმიანობას რო გადახედოთ, ნახავთ, რომ ის მუდმივად ანტიქართული, ანტიეკლესიური ქცევებით, ქმედებებით და ნაბიჯებით გამოირჩეოდა. დღესაც ის ცხადია, საკუთარ ტრადიციას არ ღალატობს და რაღაც ცდილობს არარსებული, თითიდან გამოწვეული მიზეზებით პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ეკლესიისთვის, ახალი პატრიარქის არჩევას გულისხმობ, მას უწოდოს რუსული, შებრალოს ეს პროცესი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ცალკეული საკითხები. ეს არის მისი სახე, კიდევ ერთი დასტური, რას ნიშნავს იყო უცხო ქვეყნის აგენტი საკუთარ ქვეყანაში, სამწუხარო მოცემულობა, რომ ეს ადამიანი ოდესღაც იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ვფიქრობ არ არის გასაკვირი, მან აქტიური პოლიტიკა სწორედ ასე დაიწყო, როცა ეკლესიას თავს ესხმოდნენ და ასე აგრძელებს და სურს რომ გააგრძელოს დღესაც, ისე რომ ეს უკვე კარგახლის ნათელი პოზიცია მისი მხრიდან, ამაში ახალი არაფერია. და მას სურს რომ არათუ აღიაროს დანაშაული და შეცვალოს თავისი მიდგომები, თუ კი მას კიდევ სურს რაიმე აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა, არამედ ის ამართლებს თავის წარსულს და გეგმავს, რომ კიდევ უფრო მძაბლად გააკეთოს ის, რისთვისაც საზოგადოება მის პოლიტიკიდან გაუშვა.
ეკლესიაზე თავდასხმის გარდა მიხეილ სააკაშვილი ეროვნული გმირის სახელის დაკნინებითაც დაკავდა. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა ოპოზიციის ალიანსის წევრების კრიტიკისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელი გამოიყენა. პარტიულ შიდა დაპირისპირებაში ეროვნული გმირის სახელით манипуლირება მიუღებელია სახელმწიფო გუნდისთვის. მართლ პარტიაში იხსენებენ, რომ სააკაშვილის მიერ გადადგმულმა ანტისახელმწიფოებრივმა ნაბიჯებმა ქვეყნისთვის მძიმე შედეგები გამოიწვია. შესაბამისად, სააკაშვილს უფლება არ აქვს ახსენოს გმირები, ნაციონალურ მოძრაობაში კი საკუთარი ლიდერის გამართლება უშედეგოდ სცადეს. გაიხსენეთ თუ რა საიძულებდნენ მას, როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ შიაგინე მიშას და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე. ეს პოსტი მარტო ქოცებს არ ეხებათ, არამედ იმ ხელმოცარულ ოპოზიციონერებსაც, რომლებიც აქტიურად ასრულებენ შიაგინე მიშას მისიას. ალვანელმა გმირმა სიკვდილის მუქარის ქვეშაც არ იკადრა ის, რასაც ახლა ესენი დიდი აზარტით და განცხრომით აკეთებენ. რატომ ახლა? იმედი ჰქონდათ, რომ ხალხი დამივიწყებდა და ახლა როცა ამან არ გაჭრა და პირიქით ხდება, თვითონ გადმოვიდნენ შეტევაზე და თან წყინთ პასუხს რატომ გვცემსო? რატომ არ ითმეს ჩვენს ნაძირლობასო? საქართველოს გამოაწამეს გიორგი ანწუხელიძე და ამაზე მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა აქვს ინფორმაცია და გიორგი ანწუხელიძე ოჯახსაც გვერდში ედგა და გიორგი ანწუხელიძის სახელის უკტავსაყოფად ბევრი საქმე აქვს გაკეთებული მიხეილ სააკაშვილს. მან უბრალოდ ფაქტის კონსტატირება მოახდინა და კონტექსტთან ამოგლეჯილად კონკრეტულ ფაქტს მოიშველებს ხოლმე ძალიან ყოველ. მან თავი შეწირა თავის ქვეყანას, თავის ოჯახს, ჩვენ ოჯახებს და ზოგადად საქართველოს. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას და ამით სპეკულირება მისი სახელით. რომ მან მიშას არ შეაგინა და იმიტომ აწამეს, ეს არის უზნეობის პიკი დანაშაულია ქვეყნის წინაშე, როცა აი ამ გმირების სახელით არათუ სპეკულირებ, არამედ რაღაც კონსპირაციულ საქმეებს ეწევ ისეც, რომელმაც განაპირობა ამ გმირების დაღუპვა და მიატოვეს ბრძოლის ველზე. ცხედრები მიატოვეს ბრძოლის ველზე. არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ ანწუხელიძე ახსენონ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, თუ ვინმე მიატოვა ანწუხელიძე და ანწუხელიძეები აი იმ ომში, ეს იყო პირველ რიგში სააკაშვილი და ის რეჟიმი, რომელმაც სწორედ აი ის კონფლიქტი მოუტანა ჩვენ ქვეყანას, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით. ამიტომ არამორალურია ის საუბრები და გმირის სახელით საუბრები, რომელსაც ისინი იყენებენ, თუ ვინმე ზრუნავს ანწუხელიძის როგორც გმირის და ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცების უფლებების დასაცავად, ეს არის პირველ რიგში მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში, რომელსაც ძალიან წარმატებულად ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ამ განცხადებითაც საკუთარ ამორალურობას უსვამს ხაზს პატიმარი სააკაშვილი. ანწუხელიძე შეეწირა საქართველოს და ჩვენს ღირსებას და თავის თავზე როცა უნდა ამ ყველაფრის მიწერა, კიდევ უფრო გვაჩვენებს მის აი ამ ეგოცენტრის, რომელიც ნამდვილად დამღუპელი უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის, მაგრამ დამღუპელი საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილისთვის. მიხეილ სააკაშვილს არანაირი უფლება არ აქვს ახსენოს ჩვენი ქვეყნის გმირები, რამე თუ მისი ქმედება, მისი საქციელი, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმდენად ანტიქართული, ანტიეროვნული იყო და იმდენად მძიმე შედეგები გამოიწვია, რომ ამ ჭრილში რაიმე ფორმით გმირების ხსენება, გმირებზე დაყრდნობა და ამით საკუთარი მოსაზრების თქმა და გამოხატვა არის ამორალური. დაშლის პირასყოფის სააკაშვილ ბოკერია გვარამიას ალიანსი რეგიონებში პარტაქტივთან შეხვედრებს განაგრძობს. ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობის ნაცვლად მხოლოდ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთან საუბრობენ. მედიასა და რიგით მოქალაქეებს კი აუდიენცებზე არ უშვებენ. პარალელურად გრძელდება დაპირისპირება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებში. ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალურად ალიანსი ჯერ არ დაუტოვებია, თუმცა არც შეხვედრებში მონაწილეობენ. გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილისთვის კი ნაცმოძრაობა გაერთიანებიდან უკვე გარიცხულია. ამის შესახებ მათ ფოთში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ღიად ისაუბრეს. ოპოზიციის მიერ რეგიონში გამართული შეხვედრები სახელმწიფო გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. მართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ფასადურმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ რადიკალებს ხალხთან საუბრის რესურსი არ გააჩნიათ. მიშამ თვითონ თქვა, ხო, რომ მე არ მოვიხვევ თავზე არავის წესებს და სხვებსაც ურჩევ, რომ ეგრე არიანო და ეს განცხადება სრულიად შეუთავსებელია ალიანსში ყოფნასთან. ვინც აი ამ შეთანხმებას უპირისპირებდა არ უღებს და სამწუხაროდ ეს არის სააკაშვილის ნაცნობ მოძრაობა.
თვითონ აყენებს ამ შეთანხმების მიღმა თავს. ამ მომენტისთვის თავად დააყენეს ამ ალიანსის მიღმა თავი ამ თავის საქციელს. ვინ რა განცხადებას აკეთებს ახლა ჩვენ სახელით მაინც ვერ გააკეთებთ, ჩვენ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას, როცა გვექნება განსხვავებული აზრი, ამაზე აუცილებლად არ ასე ვთქვათ ავიკითხებით ხოლმე სხვებს. ამ რეგიონალურ ტურნეში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. ზოგადად ცხრაული პარტია არ ესწრება ხოლმე თითოეულ აქტივობას, უბრალოდ ნაცვალ-მოძრაობის არ ყოფნა უფრო შესამჩნევია ხოლმე ვიდრე სხვა ძალების გასაგები მიზეზების და გამო. სინამდვილეში ამ რადიკალურ ჯგუფებს მხოლოდ ორი რამ ჭყალებში აერთიანებს. ერთი ეს არის საერთო პატრონების დავალებები, რომელსაც მორჩილად და უსიტყვოდ ასრულებენ და მეორე არის ის სიძულვილი და დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთში მათ წლების განმავლობაში გააჩნიათ. და ეს არის უბრალოდ ის სახე, რაც ესეთ უსამშობლო ადამიანებს აქვთ ხოლმე, რომლებიც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ჯერგოლეიშვილი იქნება სააკაშვილი თუ გვარამია, ესენი ყველანი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერები და წარმომადგენლები. ერთმანეთთან რაც არ უნდა ბოროტი ერით ისაუბრონ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი გეგმა, მიზანი არის ერთი. დღეს ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია დააზიანოს საკუთარი ქვეყანა. ჩხუბი და დავიდარებაც აქედან არის გამოწვეული. რადიკალურ ოპოზიციას არანაირი ნდობა არ გააჩნია საზოგადოების მხრიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ჩვენმა საზოგადოებამ და თვითონ რადიკალებმაც კარგად იციან. ამიტომ ახლა ეს ფასადური სურვილი რომ რაღაც იარონ საზოგადოებაში და თავის დესტრუქციული შეხედულებები გააცნონ, ფიასკოზე რო არის განწირული, ეს თვითონაც გადასარევად იციან. ან რა შეხვედრებზე და საზოგადოებაში გასვლაზე საუბარი, როდესაც იმ შეკრებებზე ადამიანებს არ უშვებენ განსხვავებული აზრის მქონე ჩვენს მოქალაქეებს ყრიან შეხვედრებიდან. აზერბაიჯანის პარლამენტმა მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აზერნიუსის ინფორმაციით გადაწყვეტილება დამტკიცა პლენარულ სხდომაზე. საკითხის შესწავლის მიზნით შექმნილი იყო სპეციალური კომისია. მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერმა კანონმდებლებს გადაწყვეტილების ტექსტი წარუდგინა, სადაც ნათქვამია, რომ მიღებული რეზოლუციის თანახმად მილი მეჯლისი შეაჩერებს ევროპარლამენტთან ყველა სახის თანამშრომლობას. გარდა ამისა, პარლამენტი დაიწყებს პროცედურებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ. განხილვების შემდეგ გადაწყვეტილების პროექტი კენჭისყრაზე გავიდა და პარლამენტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭერეს. დღეიდან შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შემოწმოს 1 მარტს ამოქმედებული კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ცვლილებების თანახმად საქართველოში უცხოელთა დასაქმება ან თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განხორციელდეს შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად სჭირდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება. მიგრანტი თვითდასაქმებული უცხოელი განაცხადის შევსებისას უნდა ფლობდეს შრომითი ბინადრობის ნებართვას და ერთი კატეგორიის საიმიგრაციო ვიზასა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას. უცხოელთათვის შრომითი საქმიანობის უფლების ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმას. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით. საქართველოს მოქალაქეები ფაქტიურად იყვნენ გამოდევნილი სხვადასხვა პროფესიებიდან და მასობრივად მათ ადგილს იკავებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს ტენდენციები თვალშისაცემი იყო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, კონსტიტუციური დათქმებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ შორის შრომითი უფლებების დაცვა. ველური მიგრაცია, შრომითი, ყოველგვარი დათქმების გარეშე, უბრალოდ მე ვფიქრობ ანგრევს შრომით ბაზარს, ანგრევს საზოგადოებას, შიგნიდან ანგრევს და ჩვენ გარკვეული, რა თქმა უნდა, დათქმები გვჭირდებოდა იმისთვის, რომ დაგვერეგულირებინა ელემენტარული თამაშის წესები შრომის ბაზარზე. დღეიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდა. ახალი რეგულაციებით გაიზარდა ჯარიმები და გამკაცრდა პასუხისმგებლობა რიგ სამართალ დარღვევებზე. მათ შორის არის სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, მობილური სარგებლობა მართვის დროს, ასევე მანევრირების წესების დარღვევა. ცვლილებები ასევე ეხება ტროტუარზე გაჩერებასა და მოძრაობას, რაც უკვე ცალკე სამართალ დარღვევად განისაზღვრა. განსაკუთრებით უკაცრი სანქციებია გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული დრიფტისთვის, თუ მას მოჰყვება ზიანი, მძღოლს დაიკისრება 500 ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლება
მიღება 6 თვით შეუჩერდება. გარდა ამისა, წესრიგდება ბასლაინების გამოყენებაც. დარღვევის შემთხვევაში მძღოლები არა მხოლოდ დაჯარიმდებიან, არამედ მართვის მოწმობაზე ქურლებიც შეუმცირდებათ. აღნიშნული ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მანევრების წესის დარღვევას და სხვადასხვა კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს. ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეფექტურ კონტროლს თითოეულ სამართალდარღვევაზე და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ბუნებრივია მოხდება შესაბამისი მძღოლების დაჯარიმება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიური კვლევით კონფერენციაში მონაწილეობს. საერთაშორისო ღონისძიებაზე თამარ ზოდელავა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევითი ნაშრომი წარადგინა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ეხება. იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. უწყება აქტიურად მუშაობს მომსახურების სისტემების განვითარებაზე და სახელმწიფო სერვისებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე. მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მიწისა და უძრავი ქონების კვლევით კონფერენციაში, სადაც წარუადგინე კვლევის შედეგები საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის შესახებ. ტოკენიზაცია მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და ინოვაციური პროცესების დანერგვას. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია კვლევის დოკუმენტმა, ბევრი კითხვა დაისვა, სამოვალოდ იგეგმება დისკუსიების გაგრძელება იმისათვის, რომ ქმედითად განხორციელდეს და დაინერგოს ტოკენიზაცია საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოში ტოკენიზაციის მიმართულებით, როგორც პროფესორი მიწის ადმინისტრირების დარგში მოხიბლული ვარ იმ შესაძლებლობებით, რასაც ეს ფინანსური სექტორისთვის მოიტანს გუნდს ვუსურვებ დიდ წარმატებას ამ ძალიან ტრანსფორმაციული პროექტის განვითარებაში. დიდი პატივი იყო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მოსმენა, რომელიც ეხებოდა მიწის ადმინისტრირებაში ბლოკჩეინის გამოყენებას. ეს არის ძალიან ინოვაციური სისტემა. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ გვჯერა, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა საჯარო სექტორში უნდა იყოს გაციფრულებული და ბლოკჩეინზე გადასვლა მართლაც შესანიშნავია, რადგან ეს უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, ხელს უწყობს დეცენტრალიზაციას და სასიკეთოა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, ეს მართლაც ძალიან კარგი ინიციატივაა. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას და გვსურს ვიხილოთ ამ საქმიანობის მრავალი სარგებელი, რათა სხვა მთავრობებმაც შეძლონ სწავლა და მსგავსი მიღწევების განხორციელება. დღეს დაზღვევის დღეა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად დაზღვევის კვირეულს მართავს. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ისოდ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიც არის დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის ზრდის დინამიკას 2025 წლის შედეგებით მოზიდული პრემიის მოცულობა 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზარი აქტიურ ზრდას აგრძელებს, გასული 10 წლის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა ბაზრის გაორმაგება. ბაზრის მოცულობა კი 300%-ით გაიზარდა. თვითონ სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. უნდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში ზრდა იყო საშუალოდ ესე ბოლო 5 წელიწადში 17-18%. ესეთი ზრდა ბევრ ქვეყანას არა აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მთავარი მიმართულება, ასე ვთქვათ, წილი ამ ზრდაში უჭირავს ჯანმრთელობის დაზღვევას, არის 600 მილიონი ლარის, რომელიც ძალიან სერიოზული, სოლიდური ციფრია. მთლიანად 20-25 წლის შედეგი პოლისების გაყიდვით თავარი მაჩვენებელი ამ შემოსავალი, ასე ვთქვათ, არის 1.410 მილიარდი ლარი. დაზღვევა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არამხოლოდ სექტორი ჯამში ეკონომიკა განვითარდეს მდგრადად, იყოს გადაზღვეული რისკები, რომელიც რა თქმა უნდა შესაძლებლობას აძლევს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ამ შემთხვევაში აგროდაზღვევასთან მიმართებით უნდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა, ეს რაც ნიშნავს იმას, რომ ნდობა სადაზღვევო კომპანიების მიმართ მაღალი არის, თუმცა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გვაქვს გამოწვევები,
კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ცნობიერების ამაღლების მიზნით, რადგან გადაზღვეული რისკები სოფლის მეურნეობაში აძლევს შესაძლებლობას, რომ სტაბილურად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რაც რა თქმა უნდა იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ მეტი ინვესტიციები განხორციელდეს სოფლის მეურნეობაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა შალვა კბილაშვილს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მომსახურების სააგენტოს დირექტორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 27 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს, რომ საქართველოს პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებელი უძველესი კერაა. სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელიც ეფუძნება საქართველოში გადაჭრილ და შულაველის გორებზე აღმოჩენილ 8000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალას და პალეოეთნობოტანიკოსის პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს. ხორბალი და პური არის საქართველოსთან დაწყებული და უძველესი კულტურის კერა არის საქართველოს. როგორც ღვინო, ასევე ხორბალი და ამით იკვრება და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ საქართველოს არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი მსოფლიო ცივილიზაციაში და არის უძველესი აგრარული ქვეყანა, რომლითაც ეს ყველაფერი დასტურდება. ერთია რომ შენ იცი უტყუარად რომ ნამდვილად გაქვს ეს შენ ქვეყანაში ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორეა რომ ამას ადასტურებს საერთაშორისო მაღალი კვალიფიკაციის ლაბორატორიული კვლევები, ამ სამეცნიერო აღმოჩენებს ადასტურებს ამერიკიდან დაწყებული ბევრი მეცნიერებათა აკადემია. ეს სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა შესაბამის გამოცემებში. ჩვენ წარმოვადგინეთ იმ კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში. ეს გახლავთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილია რბილი ხორბლის, ანუ იმ ხორბლის, რომლისგანაც მზადდება დღეს პური, მისი უძველესი კვალი. ეს თარიღდება 8000 წლით. ასე რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. სტუდენტურმა ფესტივალმა სტარტი რუსთავიდან აიღო. ღონისძიების ფარგლებში რუსთავის სპორტის სასახლეში სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა. 6 საათზე კი რუსთავის პარკის მიმართულებით უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. ფესტივალის საზეიმო გახსნა კი 8 საათზე იგეგმება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი, შეჯიბრი როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს ერთ-ერთი სიახლე მარათონია, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება და მონაწილეობას ნებისმიერ მსურველი შეძლებს. ღონისძიებები კულტურული მიმართულებით კი ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავშიც გაიმართება. წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვეს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. სტუდენტური ფესტივალის პარტნიორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო. სტუდენტური ფესტივალი დაიწყო სწორედ რუსთავიდან და ეს ინფრასტრუქტურა თუნდაც იმის დასტურია, რომ ქალაქში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და შეგვიძლია უკვე ამ მასშტაბის ძალიან დიდ და ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლოთ. დღეს რუსთავი არის ათასობით ახალგაზრდის გაერთიანების ადგილი, რაც ძალიან გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ვართ ამ ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლები. სტუდენტურმა ფესტივალმა სტუდფესტმა სწორედ რუსთავიდან დაიწყო სტარტი. ეს იმისი ნათელი მაგალითიც არის და დასტურია, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებული არის როგორც სპორტის, ისე სახელოვნებო, ისე კულტურული, რაც ახალგაზრდებს, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალიზდნენ ამ სხვადასხვა მიმართულებებით. ასე ყოველ ინფორმაციო ოთხზე მე ამით გემშვიდობები დაელოდეთ შვიცას დღის მთავრის სახლების შესახებ ანაშორდებ რომ ცლად მოგიყვება წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ ასე რომ არ გადარჩეთ.